მოგესალმებით. თქვენ უყურებთ ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს მოგიტანით მსხლის სამეფო მურაბა, რომელიც აუცილებლად უნდა სინჯოთ. შინაურულზე არის კონსერვების მთელი პლეილისტი, რომელშიც უამრავი მარტივი რეცეპტია. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მაშასე პირველ რიგში დაგჭირდება ფსხალი, რომელიც იქნება არ რბილი, არამედ მკვრივი სტრუქტურის, რომელიც გავრეცხოთ და დავჭრათ. ამ შემთხვევაში მე ავიღე 2 კილოგრამი მსხალი, რომელიც დავჭრათ ასეთ გრძელ ნაჭრებად, ხოლო შემდეგ ქვაბში ფენა მოვაყაროთ 1 კილოგრამი შაქარი. მსხალს არ სჭირდება გათლა, იმიტომ რომ მსხლის კანი მას აძლევს სიმკვრივეს და სილამაზეს, არ ჩაიშლება. თუ გავთლით, მივიღებთ არა მსხლის მურაბას, არამედ ჯემს. 2 კილოგრამ დაჭრილ მსხალს ასე ფენა მოვაყაროთ შაქარი და დავდგათ 4-5 საათის განმავლობაში. აი ამდენი წვენი გამოუვა. წყალს არ ვამატებთ, დავადგამთ ცეცხლზე და ადუღებიდან ზუსტად 10 წუთში გადმოვდგამთ ცეცხლიდან და გავაცივებთ. გაცივებული, აი ესე გამოიყურება. შემდეგ ისევ დავადგამთ ცეცხლზე და ადუღებიდან ზუსტად 10 წუთი ისევ ვადუღოთ. ჩვენი მსხლის მურაბა ისევ გავაცივოთ, აი ასეთი ფერის იქნება, რომელიც ისევ დავადგათ ცეცხლზე და მესამეჯერ უკვე ადუღებიდან 10 წუთში ისევ გამოვთოთ და გავაცივოთ და ისევ ვადუღოთ მეოთხეჯერ. მეოთხეჯერ ადუღებული მურაბა შეგვიძლია უკვე ქილაში გადავიტანოთ, მაგრამ მე ბოლოში დავამატე 1 სუფრის კოზი ფორთოხლის ცედრა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ცედრაც და 10 წუთის დუღილის შემდეგ უკვე შეგვიძლია მეოთხეჯერ ადუღებული მსხლის მურაბა უკვე ქილებში მოვათავსოთ. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მურაბის პროცესი საკმაოდ გრძელია, მაგრამ ასე არ არის. მურაბის მოხარშვას მხოლოდ 40 წუთი მოვანდომეთ. დანარჩენი დრო უბრალოდ ვაცივებდით და ვისვენებდით. თან სახლიც არ ხურდება. შედეგად კი უგემრიელესი მურაბა მივიღეთ. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.